ირანში დაიბომბა ბირთვული ობიექტები და ყველაზე ხშირად ისმის ორი შეკითხვა. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დაბომბვის გამო და არსებობს თუ არა რადიაციის საფრთხე ჩვენთვის და დავლიოთ თუ არა იოდი. ექიმი არჩილ მარშენია მოგესალმებით და პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არაფერი სანერვიულო არ გვაქვს, არაფერი ამის გამო არ უნდა გავაკეთოთ და არ უნდა დავლიოთ არანაირი იოდი. რადიაციული საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს. იმიტომ რომ ირანში ეს ბირთვული ობიექტები არ არის რეაქტორები, რომელიც იყო მაგალითად ჩერნობილში, უმეტესობა მათგანი არის ურანის გამომდიდრებელი ობიექტები და არა რეაქტორები. რადიოაქტიული იოდი კი წარმოიქმნება მუშა რეაქტორში. შესაბამისად, არც იმ ტიპის დაზიანება და არც იმ ტიპის საფრთხე ჩვენთვის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ. ეს არის სულ რაც უნდა ვიცოდეთ. არანაირი საფრთხე ჩვენთვის არ არსებობს ახლა და დიდი ალბათობით არც მომავალში არ იარსებებს. რამე თუ იქნება და ჩვენთვისაც აღმოჩნდება საფრთხე, რაც არ ამგონია რომ ესეთი რაღაცა მოხდეს. ეს ყველაფერი იქნება ოფიციალურ დონეზე გაცხადებული, ასე რომ ჯობია ვიყოთ მშვიდად და არ ავყვეთ უაზრო პანიკას. დაახლოებით იგივე ამბავია რა, სულ ახალხანს რო იყო ასევე უაზრო პანიკები უკრაინაზე, რაღაცა იოცრო ყიდულობა და ხალხი და შავ ზღვაზე კიდე ერთი თვე რომ იმაზე მსჯელობდით, ბანაობა შეიძლება და თუ არა და ზღვის სეზონი რომ მოვიდა, ყველა შო დაგვაიწყდა. აი ეგ ამბავია მოკლედ რა. ასე რომ გავუფრთხილით ნერვებს და თუ მაინც და მაინც დაგაინტერესებთ ამ საკითხით, დაინტერესდებით ამ საკითხით, წაიკითხეთ მხოლოდ სანდო ოფიციალური სააგენტოს ინფორმაციები და არა რაღაცა ცალკეული, თქვათ, რაღაც სტატიები. ჯანმრთელობას გისურვებთ.